ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა. საღამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ რადიო იმედს ტალღაზე 105.9. ეს არის გადაცემა შუა კვირა თეონა გეგელიასთან ერთად. ყოველ ოთხშაბათს საღამოს 7 საათზე თქვენ უსმენთ გადაცემის სტუმრების მოსაზრებებს კვირის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე. დაიშლება თუ არა მართველი კოალიცია, ქართული ოცნება და ასეთ შემთხვევაში ძალთა რა თანაფარდობა შეიქმნება პოლიტიკურ ველზე, ამაზე ვილაპარაკებთ სოციოლოგთან, პოლიტიკის ანალიტიკოსთან ვალერიან გორგილაძესთან. საღამო მშვიდობისა. ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე აქტუალური ალბათ საკითხი კოალიციასთან დაკავშირებით იყო ის, რომ შეიძლება ის დატოვონ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ანუ როგორც პარტია მთლიანად. თუმცა მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ამას გაახმოვანებენ რაღაც პერიოდის შემდეგ. თავად ეს განცხადება იყო ცოტა გაურკვეველი, იმიტომ თუ გადაწყვეტილება მიღებულია, ამის არ გასაჯაროება რა შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი აზრით? ალბათ რთული ასახსნელია მთავარი ამოცანაც, რომელიც ახლა არის რესპუბლიკელების წინაშე, არის სწორედ რომ აი ამ გადაწყვეტილების პოზიციონირება. თუ რესპუბლიკელები გადიან დამოუკიდებლად, ნიშნავს ეს თუ არა, რომ ისინი ტოვებენ კოალიციას, აქედან გამომდინარე, ემშვიდობებიან თუ არა ისინი გარკვეულ თანამდებობებს ხელისუფლებაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვათა შორის საკანონმდებლო პარლამენტშიც უსუფაშვილის პოზიციების ამ თვალსაზრისით ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თანდათან მნიშვნელოვანია ქართული ოცნებისთვისაც. ფიქრობ, რომ აი სწორედ რომ ეს გარკვეული პაუზა, რომელიც არის აღებული რესპუბლიკელების მხრიდან, ალბათ მიუთითებს იმაზეც, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არ არის კონსოლიდირებული მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით უნდა დატოვონ თუ არა კოალიცია და თუ დატოვონ, როგორ უნდა დატოვონ. იმიტომ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რესპუბლიკელებისთვის შენარჩუნება ამ პორტფელების, რომელიც არის გარემოს დაცვის და მით უფრო თავდაცვის მინისტრის, ვინაიდან ეს უკავშირდება გარკვეულ ადმინისტრაციულ რესურსს და ბუნებრივია, რომ ალბათ აქ არის გარკვეული აზრთა სხვაობა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ალბათ რესპუბლიკელები ადევნებენ თვალყურს აი ამ მოვლენებს. ალბათ ელოდებიან ამ საკრალურ 31 მარტს, მთელი საქართველო ელოდება, ესე იგი აქ ეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების. ალბათ, დიახ, ამას გულისხმობ სწორედ. ამდენად აი ეს პაუზა მხოლოდ ამით შეიძლება აიქცეს, თუმცა ეს უპრეცედენტო რამ არის. ოცნებასთან პოლიტიკური ვაჭრობით არა იხსნება, იქნებ კულუარებში რაღაც ვაჭრობა მიმდინარეობს მაინც. ალბათ არის ვაჭრობა და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ალბათ რესპუბლიკური პარტია ევაჭრება ქართულ ოცნებას, მაგრამ ცხადია, რომ ქართული ოცნება ალბათ ეს კითხვები ისმის ქართულ ოცნებაში, ხო? და ლოგიკურია პრინციპში, თუ კი ქართული ოცნების რეიტინგი 90% შედგება ბიძინა ივანიშვილის რეიტინგისგან. რა ინტერესია ქართულ ოცნებას, აი დღევანდელ კოოპერაციას სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. გასაგებია, რომ ის ამოცანა, რომელიც იდგა კოალიციის წინაშე 2012 წელს, არის გადაწყვეტილი და ბუნებრივია, ქართულ ოცნებას აღარ უნდა ამ დივიდენდების დაყოფა და ამ სიკეთეების და მათ შორის პასუხისგებლობის გაზიარება სხვა პარტიებთან. ბაკა, შენ ახსენე თუ დატოვებენ, როგორ დატოვებენო. ასეთი რა ფორმები არსებობს ასეთ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ასეთი ვერსიაც მოვისმინე, რომ თითქოს რესპუბლიკელებს სურთ არჩევნებამდე დარჩენა კოალიციაში და მხოლოდ არჩევნებამდე ალბათ ცოტა ხნით ადრე ასე ვთქვათ გასვლა ამ კოალიციიდან,
ბიულეტენებში, საარჩევნო ბიულეტენებში ისინი ცალკე იქნებიან დაფიქსირებულები. ასეთი რამ არსებობს საერთოდ, იმიტომ რომ გამოვა ასე, რომ კონკურენტები იქნებიან არჩევნებამდე, ანუ კამპანიის პერიოდში ერთად და ქართული ოცნება და რესპუბლიკელები ამ შემთხვევაში სხვებს რომ თავი დავანებოთ და ისინი ვერ გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას არჩევნების ბოლო დღემდე ფაქტობრივად და ასეთი რამ თუ არსებობს სადმე ასეთი რამ არ არსებობს არსად ეს პრეცედენტია, მაგრამ სიტუაცია არის ვითარება არის უნიკალური ახლა არც სხვა ევროპულ პრაქტიკაში მსგავსი გაერთიანების мотиваცია ძალიან ძნელად მოსაძებნია, ხო? ამდენად ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ რაღაც პრეცედენტები შეიძლება შეიქმნას და პრინციპში თუ დღეს დღევანდელი мотиваცია რესპუბლიკელების ალბათ სწორედ აი ამ როგორც მინიმუმ ამ შეთანხმების მიღწევა. ანუ ისინი ფორმალურად არსებითად არიან კოალიციის წევრები, ინარჩუნებენ თანამდებობებს, ინარჩუნებენ რესურსებს, მაგრამ უშუალოდ არჩევნების წინ, ხო, მაგრამ აქ არის ტექნიკური საკითხები, ეს სის ფორმირების, ანუ სის ფორმირება, ხო, უნდა მოხდეს უახლოეს 2 თვის განმავლობაში. ანუ მათ ხომ სჭირდებათ დრო? რა თქმა უნდა. ყველა სჭირდება ოცნებასაც და ხო და ამისთვის დრო. ამდენად ან ფორმალურად კოალიციის შენარჩუნება, მაგრამ ცალ-ცალკე გასვლა სუბიექტებად და ამ შემთხვევაში ისევ თანამდებობის შენარჩუნება, მაგრამ არ ამგონია რომ ეს ქართული ოცნების ქართული ოცნების ინტერესებში ეს არ შედიოდეს. მეჭიაურმა, რომელიც ქართული ოცნების ისეთი გმირია, ასე ვთქვათ, პოპულარული გმირია, თქვა ასეთი რამ, რაშიც შეიძლება დაეთანხმოს ხოთა შორის. რომ კვირიკაშვილის გადასაწყვეტია უნდა თუ არა მას ოპოზიციონერი მინისტრები, იმიტომ რომ თუ კი ისინი დაანონსებენ თუნდაც იმას, რომ არჩევნები ცოტა ხნით ადრე გავლენ, ასე ვთქვათ, კოალიციიდან, ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლების კონკურენტები იქნებიან ყველა შემთხვევაში მართველიც არის და გამოდის, რომ ოპოზიციონერი მინისტრები უნდა იყვნენ კოალიციაში. ფორმალურად ასეა. თითქოს ეს თუ კიდე თუ ისევ ესე იგი რაღაც სწორება გვაქვს ევროპულ პრაქტიკაზე, როდესაც პოლიტიკური სუბიექტი ტოვებს კოალიციას და ამისგან მიუხედავად ინარჩუნებს პორტფელებს, ეს ნონსენსია, ვინაიდან შენ თუ გადიხარ კოალიციისთან, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შენ არ ეთანხმები ამ სახელმწიფო კურსს, პოლიტიკას და ამავე დროს რჩები და იკავებ საკვანძო თანამდებობას და ატარებ იმ კურსს, რომელსაც არ ეთანხმები. ეს რა თქმა უნდა აბსურდია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, აი რესპუბლიკელებს აქვთ ერთი მესიჯი მკვეთრი, რომ ჩვენ ამ თუ იმ ფორმატით ჩვენ ვართ კოალიციაში, ანუ არ არის ხაზგასმა რაღაცა კონცეპტუალური, რაღაცა იდეოლოგიური სხვაობისა. და პირიქითაც რესპუბლიკელებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ რა კი ოცნებას დეკლარაციის, მანიფესტაციის თვალსაზრისით უჭირს თავისი ძალის პოზიციონირება როგორც პროევროპული, პროდასავლური პოლიტიკური ორიენტაციის მქონე, რესპუბლიკელები ამხრივ აქტივია მათთვის. ამ თვალსაზრისით ხომ ამ ფუნქციას იღებს თავის თავზე ხიდაშელი მაგალითად და მაგრამ არც ეს არ ამგონია რომ იყოს დიდი პრობლემა. ვინაიდან ასე თუ ისე ამ 4 წელიწადში კოალიცია და მათ შორის რა თქმა უნდა დომინანტური ძალის გარეშე ეს არ მოხდებოდა. ქართულმა ოცნებამ მიაღწიეს იმას, რომ მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, რომ მიიღებენ ვიზა ლიბერალიზაციას, 15 წლის განმავლობაში ვენეციის და სხვა საერთაშორისო ვენეციის კომისია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დაჟინებით ითხოვდნენ მაგალითად ერთ ფუნდამენტური პრინციპის დანერგვა საარჩევნო სისტემაში, როგორც არის ხმების თანაბრობის პრინციპი და ეს ამის იმპლემენტაციაც ხდება. ამ თვალსაზრისით რიტორიკის, დისკურსის თვალსაზრისით მართლაც ეს საკომუნიკაციო პრობლემა ოცნებას აქვს და არა მხოლოდ გარე აუდიტორიასთან, მაგრამ სხვათა შორის გარკვეული პროგნოზი ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს. თუ კი ეს პოლიტიკური ძალა მონოლითურ რაღაც ორგანიზაცია ჩამოყალიბდება, აი ეს გარე კომუნიკაციების პრობლემას უნდა მოგვარდეს.
ვინაიდან ბუნებრივად, როდესაც შენ კოალიციაში შედის მრავალი სუბიექტი, იქ ერთიან კომუნიკაცია შენ იმანენტურ აპრიორ ვერ აყალიბებ. და რესპუბლიკელები ეს მხოლოდ პირველი მერცხალია. უნდა ველოდოთ ჩვენ დაშლას, სრულ დაშლას. ამაზე ვილაპარაკებთ, მოდით მაინც ჯერ რესპუბლიკელებზე, იმიტომ რომ ფორუმაც რაღაც ისეთი არაერთაზროვანი განცხადებების გაკეთება დაიწყო და არ გამორიცხა გასვლა კოალიციიდან, მათ 3 აპრილს აქვთ ყრილობა, თუ არ ვწდები, შეიძლება მანამდეც გახდეს ცნობილი, რომ ისინი ტოვებენ კოალიციას, ამაზე ვილაპარაკებთ. მანამდე რესპუბლიკელებზე. გია ნოდიამ თქვა ასეთი რამ, რომ იმ პარტიებიდან, რომლებიც კოალიციაში შედიან, პარლამენტში ასე ვთქვათ, მოსახვედრად ბარიერის გადალახვის ყველაზე მეტი შანსი აქვს მხოლოდ ქართულ ოცნებასო. ნუ მან იქვე დასწინა, რომ რესპუბლიკელებს არ ვიცი რამდენად აქვთ კვლევები ბოლო პერიოდში ჩატარებულიო. თქვენ ხომ არ იცით აი ამ ცალკეული სუბიექტების მხარდაჭერის რეიტინგი, ასე ვთქვათ, ელექტორატში, რა იცით ამის შესახებ? მაგალითად რესპუბლიკელების და ლაპარაკი იმაზე, რომ ისინი ვერ გადალახავენ მარტო ამ ბარიერს, არის თუ არა, ვთქვათ, მოკლედ არის კვლევები IRI-ის და NDI-ის, სადაც ეს დაშლა ხდებოდა, მაგრამ ვინაიდან არ ვენდობი ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს, აი არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ვენდო აი ამ მონაცემებს. თუმცა ეს არის ერთადერთი, იქ იყო ცალკე რესპუბლიკელები. იქ იყო ცალკე დაშლილი კოალიციის წევრების, ანუ მე მგონი 1-2 კვლევა იყო ჩატარებული აი ამ პოლიტიკური პარტიების თხოვნით. იქ არასახარბიელო ვითარებაა, მაგრამ ინტუიციამ კარნახობს, რომ მართლაც გაუჭირდება ობიექტურად 5%-იანი ბარიერის გადალახვა, თუმცა ეს სულაც ანიშნავს იმას, რომ ეს შეუძლებელია. ვინაიდან რესპუბლიკელებს აქვთ აი ამ კოალიციის ქოლგის ქვეშ აშკარად, ესე იგი, ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეძლო და გამართულია დღეს რესპუბლიკური პარტიების სხვადასხვა ორგანიზაციების ეს ქსელი, გულისხმობ რეგიონულ და რაიონულ ორგანიზაციებს და რესპუბლიკურ პარტიას როგორც კოალიციური სუბიექტს აქ დაფინანსება, გააჩნია თავის წევრების არჩევნო კომისიებში, მოკლედ ყველანაირი საბაზისო წინაპირობა აქვს აიმისოთ, რომ მოხვდნენ პარლამენტში, თუმცა აქ არის პრობლემები არის იმაში, რომ ძალიან მცირე პერიოდი რჩება საამისოდ, ეს ერთი, მეორე, ის რა თქმა უნდა იქნება მოკლებული იმ სიკეთეებს და ამ უზარმაზარ ფინანსურ რესურსს, თუმცა უნდა გითხრათ, რომ არც ქართული ოცნება მაინც და მაინც გამოირჩევა განსაკუთრებული ფინანსური რესურსით, იქაც ძალიან პრაგმატული. კი, თუმცა ყველაზე ძლიერად მაინც ალბათ ეს ძალაა, ხო? ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო, თუნდაც კი ბატონო. ამდენად რთულია რამის თქმა, ალბათ გამოჩნდება მაისის, ივნისის დასაწყისში ამას ვაპირებ კულკულების ჩატარებას და ეგ საინტერესო. აგრობრივი საუბარი შეგვეძლება. ეხლა რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ კოალიციაზე, მის სუბიექტებზე და მათი დაშლა არ დაშლის თემაზე ლაპარაკს. ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმარია ვაკა გორგილაძე, სოციოლოგი, პოლიტიკის ანალიტიკოსი. ჩვენ ვლაპარაკობთ მართველი კოალიციის შესაძლო დაშლაზე და იმაზე, თუ რას გამოიწვევს, რა ძალთა თანაფარდობას შექმნის ეს პოლიტიკურ ველზე. ვილაპარაკეთ რესპუბლიკელებზე, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიიღეს დარჩებიან კოალიციაში თუ არა, თუმცა ამ განცხადებას ჩვენ გავიგებთ ამ დღეებში, შესაძლოა ის მოხდეს ხვალანზე და ამასობაში დაეწიათ რესპუბლიკელებს კიდევ ერთი სუბიექტი კოალიციის, ეს არის ეროვნული ფორუმი. დღეს გუბა სანიკიძემ თქვა, რომ აი ყრილობაზე გადაწყდება, ასე ვთქვათ, როგორ იმოქმედებს პარტია მომავალში. ფორუმი და რესპუბლიკელები, ეს არის თანაბარი წონის ძალები კოალიციაში? ნუ მოდით გააჩნია ხა რა ასპექტს გულისხმობთ. აი ეს უცნაურია რესპუბლიკელები, ნუ ეს მათ ეს ინტელექტზე, პოლიტიკურ გამოცდილებაზე ბერს ამბობენ, მაგრამ ამისგან მიუხედავად ეს პოლიტიკური სუბიექტი დამოუკიდებად მართლაც ვერ ახერხებს რაღაცა ბარიერის გადალახვას. ეს არის პრობლემა. სულ არის
მუდმივად ძიებაში ქარიზმატული ლიდერის. ხან კობა დავითაშვილი, ხან ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ იმდენად ვისთანაც ისინი ალიანსებს ქმნიდნენ და ვისთანაც ერთად გარკვეულ წარმატებას, ეხლა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში სრული ტრიუმფი იყო, მაგრამ როდესაც დამოუკიდებლად რამდენჯერაც გადაწყვიტეს, ამჯერ შეექმნათ ესე იგი ეს პრობლემა. ხომ არ არის ეს მათი შეხედულებების, აი ლიბერალური შეხედულებების ბრალი ამ კონსერვატიულ მაგრამ აქ არ არის, აი მაგალითად ნაციონალური მოძრაობაც ხო პოზიციონირებს როგორც ლიბერალური და ბევრად უფრო აგრესიული ამ თვალსაზრისით. ხელისუფლებაში რომ მოდიოდნენ რევოლუციით, მაშინ მე მგონი ეს იდეოლოგიური ისინი არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი სხვა გამკვეთილი არ იყო ვიდრე ცვლილებ, მაგრამ ამისგან მიუხედავად, როდესაც აშკარა ღია მანიფესტაციაზე გადავიდა თავისი ღირებულებების ხან სინგაპურიზაციაზე და ლიბერტარიანულისთან არა იმდენად აგრესიული და ბევრად უფრო მიუღებელი, მაგრამ ამისგან მიუხედავად ეს ამ პოლიტიკურ დღესაც ყავს ახლა 300,000 მხარდაჭერი, ეს არ არის მცირე რაოდენობა. ყველა მათ ყავთ. ყველა ლიბერალი. ანუ მე გეთანხმები აბსოლუტურად რომ დღევანდელი ჩვენი ამორჩევლის პროფილი ღირებულებითი იდეოლოგიური არანაირად არ უწყობს ხელს აი ამ ტიპის ტრენდის რაღაცა წარმატებას. კი ბატონო, გამაგრებას და განვითარებას და ამ თვალსაზრისით მენანება კიდეც ეს რესურსი. საერთოდ რესპუბლიკელებს სჭირდებათ აი ინკუბაციის რაღაც გარკვეული პერიოდი. სანამ მოვა თაობა, ხო? ახალი თაობა, რომლის შეხედულებები, მოლოდინები შეიძლება დაუკავშირდეს ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას. ეროვნული ფორუმი ხომ არის კონსერვატიული წავა? რაც შეეხება ეროვნულ ფორუმს. ეროვნული ფორუმი კი ბატონო, მაგრამ ეს რაღაცა პასიონარული მუხტი, რომელიც გააჩნდა ამ პოლიტიკურ ძალას 2008-2009 წელს, რაღაც გაქრა, მინელდა, რაღაც გარკვეული სტაგნაციაც კი შეიმჩნევა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ფორუმი ერთადერთი სუბიექტია, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკავებული იყო ძირითადად პარტიული აღმშენებლობით. ეროვნული ფორუმი არის ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, გარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის, საერთოდ ზოგადად, რომელსაც მაგალითად თბილისში გააჩნია 11 ოფისი. გააჩნია ოფისი ყველა რეგიონულ ორგანიზაციაში, გააჩნია იქ 50 ორგანიზაციამდე რაიონებში. არის ბირთვის ძალიან სტაბილური თითოეულ ოფისში მაგ გამოცდილება გარკვეული და ვიცი რომ ნებისმიერ ოფისში ყოველთვის არის 20-30 კაცი არის საკმაოდ მოტივირებული, სხვათა შორის თავისი სტაბილური შემადგენლობა და ეს ძალიან ესეთი ორგანულია, ძალიან კარგად ესმით თუ რატომ არიან ეროვნულ ფორუმში, ამ თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს, მაგრამ აქაც არის პრობლემები პოზიციონირებასთან დაკავშირებით. რესპუბლიკელებისგან განსხვავებით მათ არ გააჩნიათ ეს გრძელი სკამის სპიკერების, აი ეს არის პრობლემა და მე მგონია კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გააჩნია ფორუმს არის ის, რომ მათ ვერ მოახდინეს აი ამ ავანგარდული რესურსის გადახალისება, ახალი სახეების მოყვანა. თუმცა ეროვნულ ფორუმს აქვს ჯოკერი არის კახა შარტავა. კახა შარტავა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქ დათქვამი კიდეც რომ ესე იგი კახა შარტავამ დატოვა აქტიური პოლიტიკა. კახა შარტავას არ დაუტოვებია პოლიტიკა. კახა შარტავა დროებით ის იყო ჩრდილში, ის არიღებდა საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობას, ის არიღებდა შეთავაზებებს, რომელიც იყო დაკავშირებული ამ თუ იმ თანამდებობასთან. ეროვნული ფორუმი არ არის შემჩნეული პოლიტიკურ ვაჭრობაში. ეროვნულ ფორუმი არ შეიმჩნეოდა არც გარკვეული ტიპის არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ კარგი, ეფემიზმი ვიხმარეთ უკვე ვაჭრობა, ამაზე გავჩერდეთ. მოკლედ, აი ჯოკერი შეიძლება ამან შეიძინოს ესეთი ეგზისტენციური ხასიათი ეროვნული ფორუმისთვის და ეროვნულ ფორუმს ჩემის აზრით დამოუკიდებლად გადალახვის თვალსაზრისით უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე რესპუბლიკურ პარტიას, კი ბატონო. კარგით, აქ დარჩა კიდევ ორი სუბიექტი, ეს არის კონსერვატორები და მრეწველები.
რომლებმაც არაერთხელ განაცხადეს ამ დღეებში, რომ არ უნდათ კოალიციის დატოვება. შესაძლებელია იმის გამო, რომ მათ ისინი რეალურად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, ითქვა ასეთი რამ, რომ იქნებ დაშალონ მაგალითად კონსერვატორებმა თავიანთი პარტია და პირდაპირ შეუერთდნენ ქართულ ოცნებას. ესეც შესაძლებელია. მოკლედ მოსალოდნელია თუ არა ტოტალური დაშლა ამ კოალიციის, თუ შეიძლება ეს სამი სუბიექტი, თუ კი რესპუბლიკელები და ფორუმი შეიძლება არ იყოს აქტივი ქართული ოცნებისთვის, კონსერვატორები და მრეწველები, ისთვის სჭირდება მართლა. არანაირად არაფერში არ სჭირდება. თუ დაიშლება, სავარაუდოდ დაიშლება. ალბათ დაიშლება და ეს არ არის არც რესპუბლიკელების, არც ეროვნული ფორუმის ნება სრულიზე დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელებს და ეროვნულ ფორუმს თუ კი ხედავდნენ ამ საშიშროებას, ეს საშიშროება პრინციპში ნათელი იყო 1 წლის წინაც, როდესაც ქართული ოცნება ქვედა მიკრო დონეზე, რაიონული ორგანიზაციების დონეზე იყო დაკავებული პოლიტიკური პროზელეტიზმით, ანუ გადმობირებით იმ ძირითადი ეფექტიანი აქტივით, რომელიც მის მეგობარ ორგანიზაციებში არსებობდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაზარალდა სხვათა შორის ეროვნული ფორუმი. სტატისტიკა ამ თვალსაზრისით არის საგანგაშო. დაახლოებით 20-25% ამ რესურსის არის, მაგრამ ამის და მიუხედავად მე ვთქვი საგანგაშო, მაგრამ ის რომ 65% დარჩა ერთგული ამ ორგანიზაციის მეტყველებს იმაზე, რომ ლოიალურობის ხარისხი ამ ორგანიზაციის მიმართ საკმაოდ მაღალია. ამდენად ეს ორგანიზაცია, ეს კოალიცია დაიშლება, ვინაიდან ეს არის ქართული ოცნების ინტერესში, კონსერვატორების და მრეწველების დატოვება კოალიციაში აი არანაირ რაციონალურად არანაირ გაზრდას. გარდა ამისა, საზიანოც არის, ვინაიდან თოფაძე მრეწველები არიან გარკვეულწილად გაიგივებულები პრორუსულ ტრენდთან. კი. არც კონსერვატორების პროდასავლურობა მაინც და მაინც დამაჯერებლად ჟღერს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ის ძიგურის ვიზიტები მოსკოვში, ჟირინოვსკისთან და სხვებთან და ამას აუცილებლად გაუსვენებენ თუ კი ესე იგი ის დარჩება ამ კონფიგურაციაში. ამდენად აი ზედმეტის ავიწყებლის ასარიდებლად ჩამოშორდება, რა თქმა უნდა, კონსერვატორი და მრეწველების სხვათა შორის ეხლა თოფაძე ხიდაშელის აი ამ და რესპუბლიკელების დავებში რაღაცა გამოიკვეთა, რაღაც გარკვეული მარკერი, რომელთანაც მას შეუძლია რაც გარკვეული რაღაც პოლიტიკური მაიდენტიფიცირებელი რაღაც ნიშების მოპოვება და მე არ ვიტყვი, რომ ვერ ვიტყვი იმას, რომ ეხლა მაგალითად სტალინისტების რაოდენობა მცირეა საქართველოში. ხო, მაგალითად გორში შეუძლია წარმატებულად იყაროს გენი მაჟორიტარ არჩევნებში. გასაგებია, მაგრამ ამ თვალსაზრისით მრეწველებს ეხსნებათ იქ არის, მაგალითად არის პატრიოტთა ალიანსი. იქ შეიმჩნევა გარკვეული ეგეთი პოლიტიკური ფლირტი ამ ორ ძალას შორის, ამდენად ამ თვალსაზრისით შეიძლება კი ბატონო მრეწველებს და პატრიოტთა ალიანსს შორის. კონსერვატორების ვითარება არის ყველაზე მძიმე და უიმედო ამ თვალსაზრისით, ვინაიდან მე არ მაქვს ინფორმაცია რეგიონული ორგანიზაციის ქსელთან დაკავშირებით, სპიკერების პრობლემა, ლიდერების პრობლემა არის აშკარა. ალბათ, ან უნდა მოხდეს საბოლოო, ესე იგი, აბსორბცია, ანუ ესე იგი, შესვლა, ინკორპორირება ქართულ ოცნებაში, მაგრამ ვთქვი, რომ ეს არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ქართულ ოცნებასაც ელოდება ძალიან საინტერესო პროცესი, როგორც არის განახლება. ამაზე ვილაპარაკებთ ახლა რეკლამის შემდეგ. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. ეთერშია თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუა კვირა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ვაკა გორგილაძე, სოციოლოგი, პოლიტიკის ანალიტიკოსი არის ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვაპარაკობთ მართლ კოალიციაზე, კოალიციის შესაძლო დაშლაზე და მოახლოებულ არჩევნებზე. ქართული ოცნების იმ შემთხვევაში თუ კოალიცია დაიშალა, მთავარი პარტიის, ანუ ქართული ოცნების პლუსებზე და მინუსებზე რა შეგიძლიათ თქვათ? ქართული ოცნების პლუსი ერთადერთი ჯერჯერობით არის ბიძინა ივანიშვილი და არა რატომ ერთადერთი. ქართული ოცნების პლუსი არის ის ისი გაფიარებაც უჭირთ ამ ქართულ ოცნებას, ვინაიდან მართლაც იქ ბევრი ამბი გაკეთდა ამ ქვეყანაში. შეიძლება რა ვიცი გავიხსენოთ
იქ უფასო ფაკულტეტები უნივერსიტეტში, სახელმწიფოები, ჯანდაცვის გრანდიოზული რეფორმა, ამერიკელები სხვადასხვა ადმინისტრაციები კლინტონის კი ცდილობდა ვერ გაიტანა და აქ საყოველთაო ის რაზეც ოცნებობს სანდერსი მაგალითად. კი არის ხარვეზებით ეს პროექტი, ასე პროგრამა, მაგრამ ის რომ პოზიტიური სოციალური ფუნქცია აქვს და აშკარა ეფექტი, ნუ ამას ეს უპრეცედენტო პროგრამა CEHEP, მაგრამ ნუ დავიწყებთ ახლა ქართული ოცნების გაფიარებას თვითონ დაკავდნენ ამით. ის რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და ის რაც მოახერხეს რისი გაკეთებაც ხელისუფლებაში ეს არის მათი აქტივი, ხო? ეს არის მათი აქტივი. მეორე ფინანსები. ნუ აქ ფინანსები აქვს, ქსელი, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი, ამ თვალსაზრისით ახლა პრობლემები არ უნდა და ყავთ ასევე მხარდამჭერი. არა იმდენი რამაც ყავთ 2012 წელს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 9 მილიონი მხარდამჭერი ოცნება შეიძლება ყავდეს დღესაც, შეიძლება მეტიც. ეს რამდენი პროცენტია და ნუ ეს გააჩნია დასწრებას. გააჩნია დასწრებას. მაგალითად 2012 წელს ოცნებას მე მგონი ოცნებამ აიღო 1.200.000 ხმა თუ არ ვცდები, შეიძლება ოდნავ მეტი. განახევდა ესე იგი პოტენციურად მხარდამჭერთა რაოდენობა, მაგრამ ამჟამად მივხვდებით ეს მნიშვნელოვანი სეგმენტია. და ასე თუ ისე ხა ნუ არ დაუჯეროთ არც ერთ კვლევას, ცხადი აბსოლუტურად რომ პირველ ადგილზე დღესდღეობით და არ მგონი ხა კარდინალური ცვლილებები შეხვდეს ელექტორალურ სურათში ამ თვალსაზრისით არის ქართული ოცნება. მინუსები არის ის რომ ქართულ ოცნებას პრაქტიკულად და ის რომ ის შედიოდა კოალიციაში რომ ესე იგი რესპუბლიკელები უბედავდნენ ესე იგი ვაჭრობას ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით რომ რაღაც ინტელექტუალ დამოკიდებულია სხვა აი მაგალითად რესპუბლიკელებს. იმიტომ რომ სპიკერების პრობლემა არის თავისთავად არის პრობლემა. საერთოდ პოლიტიკოსები ქართულ ოცნებას ჩვენ ვერ ხვდავთ. კვირიკაშვილიც კი ეხლა ყალიბდება პოლიტიკოსად, თორე აშკარად გამოკვეთილი ტექნოკრატი. ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. ნუ ის არც არის. და კი არის ლაპარაკი რომ თითქოს, მაგრამ სავარაუდოდ ეს ასე არ იქნება. ხო, არა ვერანაირ კალაძე. კალაძეს სხვათა შორის საინტერესო ამ თვალსაზრისით. იმიტომ რომ აშკარად ჯერეთი მონდომებულია და ეთყობა რომ კაცი მუშაობს თავის თავზე და ემზადება პოლიტიკური კარიერისთვის და ქმნის ამ მიზანმიმართულად პოლიტიკურ კარიერას. სხვათა შორის PR აქტივობის თვალსაზრისითაც ის რაც ძალიან ელემენტარულ რაღაცებზე, ფოტოსურათებზე, cover-ზე, Facebook-ის, ის როგორ შუქდება მისი აქტივობა ელექტრონულ მედიაში, სოციალური მედიაში, Facebook-ზე პოსტების შინაარსი კონტენტის ხანდახან არის რაც პოლიტიკური ქვეტექსტები და ასე შემდეგ. ანუ კი ბატონო, ამ თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ ზოგადად კატასტროფა არის. არის კატასტროფა ფრაქციაში და ის რასაც ჩვენ ვატებნებთ თვალყურს პარალელურად რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს დაშორება დისტანცირება ოცნებისგან და დაწყებულია უკვე შიდა აი განახლების პროცესი და არის საკმარისი დრო ამისთვის ჩვენ მუდმივად გვესმის ბოლო წრის განმავლობაში რომ პარტია უნდა და არა მხოლოდ მე მგონი უფრო დიდხანსაც რომ პარტია უნდა განახლდეს ისინი რაღაც ვაკანსიებსაც აცხადებდნენ მახსოვს რომ აი ახალ სახეებს მაგრამ არ ხდება რამდენი დრო დარჩა არის თუ არა ეს დრო საკმარისი ესეთი ახალი სახეების ოცნება ამბობს ანუ კულუარებიდან ჩვენ გვესმის რომ არის რაღაცა საკრალური 10 კაციანი ესე იგი სია ხო რომელიც დაამშვენებს პირველ ათეულს სახელდება სხვადასხვა ნუ არ ვიცი ხო მე საერთოდ არ მგონია რომ აი ესე ბითუმად როდესაც ჩვენ აწარმოებ მოლაპარაკებას იქ ინტელექტუალთა კლუბთან მაგალითად ხო და მიგაჩნია რომ ესე იგი თუკი რომელიმე ქვეყნის დედაქალაქის დასახელება შეიძლება რამდენიმე წამში ანუ ხარბზაც აიმისოთ რომ ჩაერთო პოლიტიკაში მაგრამ ესეც მანიშნებელია იმის რომ ანუ ესე იგი ლიდერები ანუ ბირთვი თუმცა არ ვიცი ვინ არის ბირთვი ან ქართული ოცნების ხდება იმას რომ ამ თვალსაზრისით არის პრობლემები საკადრო რესურსთან ეს პრობლემა უკავშირდება ამდენად არის ეს გარე ესე იგი პერსონები ალბათ რომლებიც იყვნენ 20-30-ში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში ან არიან და კავებულები საექსპერტო საქმიანობის სხვადასხვა პოზიციებზე კონსულტანტებად სხვადასხვა სამინისტროებში
ალბათ ეს არის ბირთვი, ალბათ გარკვეული რესურსი არის უცხოეთში დიასპორაში, ალბათ შორის მათი სისუსტეა ეს თუ არ ვიცი რა დავარქვა, მათ ვერ შეძლეს ათვისება იმ რესურსის რაც გარეთ იყო იმ ადამიანებს ვისაც სურდა აქ ჩამოსვლა მე ბევრისგან მესმის რომ ბატონო ეს არის პრობლემები ბრენდის ბრენდს არ აქვს თავისი რაღაც გრავიტაცია მიზიდულობა და ეს არის უცნაური ძალიან ვისაც შეხარ მიზიდულობა და მე მგონი სურვილიც არ ქონდათ მიზიდვის ამ ხალხის იმიტომ რომ ბევრი მცდელობა იყო მე ვიცი რომ ჩამოდიოდნენ ადამიანები მაგრამ ვერ ასე ვთქვათ ვერ ინტეგრირდნენ ამ გუნდს. ნუ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში ეს არის აშკარად ეს იმიჯური პრობლემები, რაც ახლავს ამ ქართული ოცნება ვერ იქცა მოდურ ტრენდად, რაღაც ესეთ სასურველ ბრენდად. და მართველიც არ ყავს პარტიას როგორც ჩანს ეფექტი. ნუ აი ეს მთელი რიგი პრობლემები რა ეს მოსაგვარებელია. თუმცა სასტარტო პოზიციების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დღემდე ეს ინარჩუნებს ესე იგი კოალიციის გარდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის სხვადასხვა პარტიები, რომლებსაც ასევე აქვთ დიდი იმედი და ზოგიერთს მე მგონი რეალური შანსი იმის, რომ გადალახონ ბარიერი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ესენი არიან ასეთი ძალები არიან პარლამენტშიც, ანუ ერთი სუბიექტი, რომელმაც დატოვა ქართული ოცნება პირველმა, ეს არის თავისუფალი დემოკრატები, გირჩი ეს არის ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან გასული გუნდი, მათ რამდენად აქვს შანსი, არ ვიცი. ნაციონალური მოძრაობა თავად და პატრიოტთა ალიანსი ნინო ბურჯანაძის პარტია. ასევე პაატა ბურჭულაძე, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა ჯერ ფონდი აქვს თუ პარტია. და ეთერებშიც არ მოდის, იმიტომ რომ უჭირს ასე ვთქვათ კომუნიკაცია, როგორც ჩანს მაყურებელთან პირდაპირ ეთერში. ხო, თან ვერ ჩამოყალიბდა. აი ესეთი ვითარება. ამ ჩამოთვლილი ასე ვთქვათ ჯგუფებიდან რომელს აქვს ყველაზე მეტი შანსი პარლამენტში მოხვედრის. თქვენი აზრი. პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ყველა ამ თქვენს მიერ დასახელებულ სუბიექტს. რეალური შანსი. რეალური შანსი, ანუ ვიზეთ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარწმუნებით 100%-ით ეყოლება თავისი ფრაქცია, ეს არის ქართული ოცნება. და ეს არის ნაციონალური მოძრაობა. სხვა ამაზე შეგვიძლია ვთქვათ განამტკიცებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა პროპორციებით, მაგალითად აი დავასახელი 9 მილიონი ხმა 600,000 ქართული ოცნების სასარგებლოდ თუ კი მოახცენს თავისი ელექტორატის ამორჩევლის მობილიზაციას და 250,000-300,000 ხმა ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. და გამარჯვებული ქართული ოცნება იქნება თქვენი აზრი? მიიღებს თუ არა უმრავლესობას ეს სხვა საკითხია. აი ამაზე ამ საკითხზე ამას უკავშირდება უბრალოდ ის თუ ესე იგი რა კონფიგურაცია საბოლოოდ დაალაგდება პარლამენტში. აი წარმოვიდგინეთ რომ დაიშალა კოალიცია და ჩემი აზრით თუ ყველაზე ასეთი ვითარება ალბათ არჩევნებში არ ყოფილა, ხო არასდროს. თქვენ ელოდებით რომ რაღაც გადაჯგუფება მოხდება და სხვადასხვა ბლოკები შეიქმნება, თუ ეს პარტიები ყველა ესე ცალ-ცალკე მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა. და როგორ შეიძლება დაჯგუფდნენ? აი მოდით ერთად რაღაცა წარმოვიდგინოთ ახლა თავი რაღაც აი ამ დემიურგებად, რომლებიც მარკეტოლოგებად, რომლებიც დავაწყვილოთ. ნუ რა შეიძლება ქართული ოცნება სხვათა შორის შეიძლება არც განიცადოს რაიმე რაღაც ზიანი ელექტორალური მაგალითად ამ კოალიციის დაშლით ვინაიდან თქვით რომ უწინარესად უკავშირდება ბიზინა ივანიშვილს და პირიქითაც ხო თუ გავის თვალისწინებაც რომ ამბობს რომ ჩაერთვება ნუ ალბათ ჩაერთვება და პრინციპში იცით რა არის არც იქ მაგალითად პირველი ნომერი კვირიკაშვილი, მეორე სერგიენკო და მესამე არ ვიცი რომელიმე ნუ კალაძიანი რომელიმე ცნობილი ინტელექტუალი რომელიც ის საგმოში ამბიჭდავად გამოიყურება ეს სამეული ბიზინა ივანიშვილის გარეშე სხვათა შორის. ამდენად მე შეიძლება პირიქითაც მოხდეს, შეიძლება რაც გარკვეული ელექტორალური ესე იგი რესურსი მიიღოს ხო იმის გამო რომ რაღაც ეს მონოლიტურ ორგანიზაცია ყალიბდება, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, აქ რთული ვითარება ვინაიდან ჯერ ერთი ეს ეგრეთ წოდებული პროდასავლური ფლანგი არის გადატვირთული.
აი ნაციონალური მოძრაობა მაგალითად. თავისუფ დემოკრატები ალასანია, გირჩი, იქ პატა ბურჭულაძეც აპირებს ამ მაგრამ დროში პატა ბურჭულაძის შეხედულებები ვერ ჩამოვყარეთ. ნუ ეს არის პოზიციონირებს როგორც პროდასავლური ძამბერს უპირს, მაგრამ თუმცა თავად ისეთი კონსერვატორის შტაბ-ჩtildeებას ტოვებს. უბრალოდ რომ არის პროევროპული ყაიდის კონსერვატორები, როგორც ყორიან ეს მემარჯვენეები, ან ქრისტიან-დემოკრატიული ეს პატრიოტთა ალიანსი. პატრიოტთა ალიანსი დღეს ეგრეთ წოდებულ პირობითად პრორუსულ ფლანგზე იქნება შტაბ-ჩtildeება, რომ დინამიურად მისი რეიტინგი იზრდება. და ამ თვალსაზრისით აქ უბრალოდ მე გამოვრიცხავ ყველანაირ კოალიციას ბურჯანელსა და პატრიოტებს შორის კიდევ კარგი ორივე სუბიექტი არის ძალიან ამბიციური და ეს კარგია რომ ჩვენ არერთიანდებიან ამ თვალსაზრისით რაც შეეხება რესპუბლიკელებს რომას აქვს უფრო მეტი შანსი ალბათ პატრიოტებს დღესდღეობით აქტიური კამპანია არ არის დაწყებული და ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე თუ ესე იგი რა ტექნოლოგიებს გამოიყენენ ეს თუ გუნდი ბურჯანაძის გუნდი ამ თვალსაზრისით ბევრად უფრო გამოცდილია, ბევრად უფრო ტექნოლოგიურია. ესე იგი რაც შეეხება რესპუბლიკელებს რთულია ესე იგი ამ ამოცანის გადაწყვეტა თუ კი ესე იგი დამოუკიდებლად გავლენ, მაგრამ კი ბატონო ალასანი ამბობს გამოვრიცხავს ყოველგვარ ესე იგი კოოპერირებას, მაგრამ აქვე არის მაგალითად პარტა ბურჭულაძის ფონდი და ბურჭულაძის შეიძლება მიზიდველი აღმოჩნდეს რესპუბლიკური პარტია მით უფრო რომ ძალიან გვიანდება ჩამოყალიბება პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკური ორგანიზაციის გამოცხადება რომ ეხლა მე ხვალ იქნები პოლიტიკური ორგანიზაცია ეს არის საკმარისი ვინაიდან აქ როგორც მინიმუმ პარტა ბურჭულაძეს უნდა გაახსნას მოკლე პერიოდში 90 ოფისი საქართველოს მასშტაბით ეს არის უზარმაზარი და ამის ცოდნის და შესაბამისი გამოცდილების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით რესპუბლიკური რესურსი შეიძლება საინტერესოდ გამოიყურებოდეს ბურჭულაძისთვის. თავისუფალი დემოკრატია. თუ კი რესპუბლიკელები მოახდენენ კოოპერირებას პატა ბურჭულაძესთან ეს უკვე დიდ პრობლემას შეუქმნის ალასანიას. ამდენად შეიძლება მე ალასანიამაც მოინდომოს გარკვეულ კოალიციაში შესვლა. თუმცა ალასანია ისეთი დარწმუნებულია რომ ნუ გადალახვაზე აღარ არის ლაპარაკი. მე უჩევ ალასანიას არ დაუჯეროს NDI-ს და AIRA-ის რეიტინგებს, სადაც ის პერმანენტულად იღებს რაღაც 8% და ასე შემდეგ. ეს შეიძლება ძალიან ცუდი სამსახური საერთოდ გაუწიოს ხომ და ნუ იქნება ესეთი თვით დარწმუნებული. იმიტომ რომ ლამის უმრავლესობით მოსვლასაც არ გამორიცხავს. ნუ არ გამორიცხავს. შეიძლება გულისხმობს სხვა ციკლს არჩენოს ეგ 2024 წელს ალბათ. არ ვიცი. რაც შეეხება გირჩს, მე მგონი გირჩს ძალიან კაფეო მარკეტინგული ამოცანა აქვს, ეს არის რაღაც გარკვეული ხმების წარმოება ნაციონალური მოძრაობისაგან. მე ვფიქრობ, რომ გირჩსაც რაღაც რეალური რაც პერსპექტივა გადალახვის დღესდღეობით მე ვერ ხედავ ამ შესაძლებლობას ამ პერსპექტივას. ბაჟოვის მატყავთ რაღაც მყარი მხარდამჭერები ძალიან ისეთი აი თავისი სტაბილური, მე მგონი შეიძლება ცოტა, მაგრამ ყავთ. ნუ სამომავლოდ კი თუ ეს არის რაღაც გარკვეული სუბკულტურა 20-დან იქ 24-28 წლამდე ხო რომელსაც მოსწონთ ეს გირჩი და რაღაცა ეს ინოვაციური, ნუ კვაზი ინოვაციური მიდგომა რაღაც შეიძლება კი, მაგრამ ამ ციკლში მე მგონი მხოლოდ ეს თუ დაეკისრება გირჩს. ამ თვალსაზრისით გირჩს ვერ ხედავ საერთოდ ვერანაირ ბლოკში, საარჩევნო ბლოკში. ესე იგი თავად აი ამ კოალიციის დაშლა ცალ-ცალკე სუბიექტებად ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორი ჭრელი შეიძლება იყოს პარლამენტი, ხო, ამ შემთხვევაში. ევროპულ გამოცდილებას ახსენებენ ძალიან ხშირად და მე ვიცი ასეთი ევროპული გამოცდილება, რომ პარტიები, რა თქმა უნდა, კოალიციური მთავრობები იქნება და ევროპაში ამის მაგალითებია სწორედ უამრავი, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ გამარჯვებული პარტიების ასე ვთქვათ, შემდეგ კონსენსუსით და შეთანხმებით. აი იმ პარტიებიდან, რომელსაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ვისაც შანსი აქვს, ეს არის ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი, სავარაუდოდ, ნუ იყოს თავდემებიც. ხო, ესეთი 4
4 ჯგუფი. აი ამ ჯგუფიდან რა მთავრობა რა გამოვა მე აი ვერაფრით ვერ ყვები მართლა. ყველა მხარს უჭერს რომ კარგია კაცო ბუნებრივი პროცესია და ჯობია ეს ბუნებრივად წარიმართოს ყველაფერიო მაგრამ ნუ ეს ადამიანები იქ როგორ შეიძლება შეთანხმდნენ და ხომ არ შეაფერხებს აი ეს ბუნებრიობა რაც ერთი მხრივ კარგია თვითონ აი ქვეყნის განვითარების პროცესი იმიტომ რომ მუდმივი უთანხმოების რეჟიმში შეიძლება იყვნენ. ნუ კი ვარ ეს რა თქმა უნდა იქნება ის გადადგმული რა თქმა უნდა ეს გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს ვინაიდან ეს კოალიციაც კი იყო რაღაც ეგეთი კვაზი კოალიცია იმ თვალსაზრისით რომ მაინც ესე იგი სამთავრობო გუნდს აკომპლექტებდა ჯგუფი ქართულ და რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია რომ ნუ რესპუბლიკელები კი ეს რაციონალურია რომ მოდით ჩვენს მიგვაღებინეთ მონაწილეობა ხელისუფლების ქვეყნის მართვაში ჩვენს ხო ვართ კოალიციის წევრი და ჩვენს გვაქვს სათანადო ნუ როგორც იქნა დაკმაყოფილდა ეს მათი მოთხოვნები მე როგორც ჩანს აპეტიტიც ამასთან და რამაც ხო საბოლოოდ აისო მოწმინების ფიანა ქართული ოცნების მაგრამ რა თქმა უნდა ეს იყო ესეთი ხელოვნური რაღაცა თანამშრომლობა ეს იყო ფაქტობრივად ბლოკი ხო რომელსაც დაერქვა საარჩევნო ბლოკი რომელსაც დაერქვა კოალიცია ამდენად ხო ერთული წარმოსადგენია თუ აი ამ კონფიგურაციაში რომელიც შენ გახაზე ხო რა შეიძლება რა თანამშრომლობის ფორმატი შეიძლება გაგუზებოს კაცმა მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ქართული ოცნება ითანამშრომლებს ყველასთან გარდა ნაციონალური მოძრაობის ხო ეს ერთი მეორე მე ვფიქრობ რომ ქართული ოცნებას აქვს შესაძლებლობა რომ შექმნას უმრავლესობა თავად კოალიციის გარეშე თუმცა მე ვისურვებდი რომ ეს არ ხდებოდეს რომ ჩვენ არ გვეხილა მაგალითად ერთ სუბიექტიანი რაღაცა ესე იგი მართველი გუნდი და ნებისმიერი გამოცდილება იქნება ეს პრორუსული ძალა იქნება ეს პროდასავლური ნებისმიერი გამოცდილება თანამშრომლობის და ნებისმიერი კონფიგურაცია კოალიციის გარდა ნაციონალური მოძრაობისა მე მგონი წარადგება ამ ქვეყანას კარგი დაველოდოთ პროცესს რაღაც ერთი კვირის განმავლობაში სავარაუდოდ კოალიციის ერთიანობის ბედი გაირკვევა ალბათ დაიშლებიან თუ არა არ ვიცი ამ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ქართულ პოლიტიკაში სიურპრიზები მუდმივი რამ არის ამიტომ ნახოთ რა იქნება შუაკვირა დასრულდა ჩვენი სტუმარი იყო ვაკა გორგილაძე სოციოლოგი და პოლიტიკის ანალიტიკოსი მე გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე ნახვამდის კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში თამამის შეფასება განსხვავებული კომენტარი და სტუმარი მოусმინეთ თეონა გეგელიას და სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა